მოკლული მასწავლებლის დედის მიმართვა ივანიშვილის ცოლს ეკა კუპატაძე სოლოლაკის რეზიდენციასთან მივიდა და ვიდეო მიმართვაში ეკატერინე ხვედელიძეს შვილის მკვლელობის ორგანიზატორების დასჯაში დახმარებას თხოვა. გთხოვთ დამიდექით გვერდით როგორც დედა გამწარებულ დედას. ველოდებით თქვენგან უკუკავშირს მიმართა კუპატაძემ ივანიშვილის ცოლს. პენტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა. პოლიტიკოსის ეტაპირება ვივამეთში მაქსიმუმ 5 შაბათამდე მოხდება. იქ მას კომპლექსური გამოკვლევები ჩაუტარდება. მკურნალობის პროცესში სრულად იქნებიან ჩართულები მისი მკურნალი ექიმები სხვადასხვა პროფილური მიმართულებით. საწვავი ნერვების ფასად ბენზინისთვის ბრძოლა რუსების ახალი გამოწვევა. კილომეტრიანი რიგები, ჩხუბი და ცარიელი ავზები. საწვავის კრიზისი რუსეთის სულ უფრო მეტ რეგიონს მოედო. ვითარება დღითი დღე რთულდება მოსკოვშიც. ამის ფონზე კი კრემლი ცდილობს მოქალაქეების საპირისპიროში დაარწმუნოს. პუტინი ხალხს უმტკიცებს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობს. ბაზარი კი ნავთობპროდუქტებით ივსება. ბოლო 5 დღეში საფრანგეთში სიცხისგან 1000-მდე ადამიანი დაიღუპა. გამოცემა ლემონდი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იმ რეგიონებში იყო, სადაც სიცხის გამო წითელი დონე გამოცხადდა. ცნობილია, რომ გარდაცვლთა 85% 65 წელს გადაცილებული პირია.